არის მეხუთე წიგნი ქართული ფეხბურთის საუკუნის. ერთადერთი გახსენებთ რა ევროპის ჩემპიონატის დროს, როცა პორტუგალიის მომგედა გავედით, სოფლიო პრესის სათაურებში სულ ფიგურირებდა ერთი ფრაზა: აქამდე სად ვიყავით ქართველები. აქამდე სად ვიყავით? ეს აუცილებლად დასაწერი იყო. დასაწერი იყო, იმიტომ რომ უმცროსმა თაობამ ვინც ახლა გამოდის, იმათაც უნდა იცოდნენ საიდან მოდიან ვისი. როგორი იყო ქართული ფეხბურთის სათქმელია ეს ყველაფერი. აი 4 წიგნი წინა მეგონა რომ მხოლოდ ის ქართული ფეხბურთის საუკუნის შემოვიფარგლებოდით, ანუ როგორ შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში და შემდეგ უკვე მილენიუმზე მოვედით. მაგრამ არ მეგონა და იმასავით გამომივიდა დიუმამ რომ ბოლოში ვიკონდე ბრაჟილონები დაწერა, ამ საუკუნისიც მოგვიწია გადმოსვლა. ამის ხასიათი თავიდან არ ქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მერე გამოვიდა რომ ორ ნაწილად გამოვა ეს წიგნი, ახლა დღეს ერთია და მეორე ხილავს გაზაფხულზე. ეს წიგნები არის პრაქტიკულად ქართული ფეხბურთის ისტორია, მწარეც და ტკბილიც და სპორტული ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომავალში ცხადია აქტიურად იქნება ჩართული მსგავსი პროექტების განხორციელებაში და ერთიც მინდა ვთქვა, ისეთი ჩატე წიგნია ხელში ჭერისას, მაგრამ ეს ტომი კონკრეტულად ძალიან რთული ძიმე წასაკითხია, ისეთ პერიოდს ეხება რა. მართლაც ურთულეს პერიოდი გავიარეთ ყველამ ერთად და დღეს მე იმედი მაქვს სწორი გადაწყვეტილებების, უშეცდომო გადაწყვეტილებების და ქართული ფეხბურთის მომავალ.